ხშირად მეკითხებიან, თქვენთან რომ ვიმკურნალო, განვიკურნები? გამოჯანმრთელდები? გარანტიას მაძლევთ? ვისაც ასეთი შეკითხვები გაქვთ, თქვენთვის მაქვს ორი ამბავი. ერთი ცუდი, მეორე კარგი. ცუდი ამბავი არის ის, რომ ხერხემლის დაავადებები ძირითადად არის ქრონიკული. თვითონ დიაგნოზი მიანიშნებს ამაზე. ანუ ის დაავადებები, რომლის სახელწოდება მთავრდება ოზით, მაგალითად ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, ართროზი, ნიშნავს, რომ ამ დაავადებების ბოლომდე და სამუდამოდ განკურნება შეუძლებელია. რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული კი იმას ნიშნავს, რომ არის გარკვეული შეუქცევადი ცვლილებები ქსოვილში, რისი აღდგენაც ბოლომდე შეუძლებელია. მაგრამ გვაქვს კარგი ამბავიც. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ტკივილების მოხსნა და ხანგრძლივი რემისიის, ანუ დროებითი გაუმჯობესების მიღება. ამ გაუმჯობესებების ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, რა ეტაპზე მოგმართავს პაციენტი და რამდენად შორსწასულია პროცესი. ამიტომ, როდესაც გაქვს ხერხემლის ან სახსრების დაავადებები, უნდა გესმოდეს, რომ პერიოდულად დაგჭირდება სპეციალისტის დახმარება ამ ქრონიკული პროცესის სამართავად და უნდა გაითვალისწინო, რომ სამუდამოდ გამოჯანმრთელება შეუძლებელია. შენზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად დაიწყებ შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას და რამდენად ზედმიწევნით შეასრულებ ექიმის რეკომენდაციებს. ასევე მინდა გითხრა, რომ ხერხემლის და სახსრების ქრონიკული დაავადებები ძირითადად გამოწვეულია არაჯანსაღი კვებით და ცხოვრების უმოძრაო წესით. ამიტომ, თუ გექნება ჯანსაღი კვების რაციონი და ყოველდღიურად სულ მცირე 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა, თავიდან აიცილებ ხერხემლის და სახსრების ქრონიკულ დაავადებებს ადრეულ ასაკში და გექნება სიბერე ტკივილის გარეშე. მე ვარ ია გორდილაძე, ექიმი, ფიზიოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი, გასწავლით ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის წესებს, რომ გაიუმჯობესო ჯანმრთელობა და შეინარჩუნო ახალგაზრდობა. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.